Edjak. მოგესალმებით, ბრუნდება ედთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს ჩვენთან პოდკასტში და ვსაუბრობთ PSP დაზღვევის 10 უკვე Wiser-ის რებრენდინგზე და ჩვენთან სტუმრად არიან ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს აკონსულტაციო კომპანია Solutioners დამფუძნებელი და დღეს უკვე Wiser-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი და ჩვენი უკვე მესამედ ჩვენს ეპიზოდში კოკა ქამუშაძე, Playmakers-ის თანადამფუძნებელი და როგორ ხართ? მოგესალმებით. მოგესალმებით. კარგად ვართ. ბრუნდება, მეგონა ეგრე იწოდე კოკა ბრუნდება მესამედ. კოკა შინაური არის უკვე. ეს რაღაც ერთგვარი კომპლიმენტიც არის, იმიტომ ესე იგი ინდუსტრიაში Playmakers-ი იმდენად აქტიურია, რომ უკვე ჩვენთან მესამედ მოდის ახალი იმედია რომ მაგითო. ახალი კამპანიით. იცი რა არის, ჩვენ ესეთი ფორმატი გვაქვს ტრადიციულად, პირველი შეკითხვა არის ხოლმე უშუალოდ მარკეტინგის გუნდზე და ძალიან საინტერესოა რა ხდება დღეს ჯერ რაღაც მარკეტინგის გუნდზე და მე უკვე მოვყვეთ პროცესზე და რებრენდინგზე და თელ ამბებზე ძალიან ბევრი გვაქვს ასაუბრო. კი ბატონო. Wiser-ის გუნდი ამ ეტაპზე არის საკმაოდ მცირე რიცხოვანი, მაგრამ მიფხილა ამბიციები დავისახეთ წინ, რომ აწივაპირებთ მოკლედ გუგუნს, აწივაპირებთ ძალიან ამ ამბიციების აღსრულებას და შესაბამისად გუნდსაც ვაძლიერებთ. სხვადასხვა ეხლა მარკეტერებს ვეძებთ ზუსტად გუნდის გაძლიერებისთვის და თუ ვინმე ამ პოდკასტს ნახავს და თვლის, რომ Wiser-ის გუნდისთვის კარგი კანდიდატი იქნება, მაგათაც მოუწოდეთ, რომ მოგეთ შეგვეხმიანონ, მაგრამ ამ ეტაპზე გაგიკვირდებათ, რომ ამხელა ტრანსფორმაცია საკმაოდ მცირე რიცხოვანი გუნდით გაკეთდა რა და ვცდილობთ, რომ ეხლა ყველა მიმართულებით გავძლიერდეთ და უფრო გავამსხვილოთ როგორც ჩვენი მარკეტინგული აქტივობები. PSP დაზღვევა 15 წლის განმავლობაში, მოკლედ საკმაოდ ესე მარკეტინგულად მოკრძალებულად იყო ბაზარზე წარმოდგენილი და ამიტომ ამ მოკრძალებიდან გამოვდივართ და გამოვედით უფრო სწორად და დიდი ამბიციებით მივიწევთ წინ. 2026 იქნება საკმაოდ დატვირთული და ბევრ მიზანს მივახცევთ 2026-ში, მე ასე წარმოპიდგენია. ხო, ეს რებრენდინგი რაღაცა ისე ჩანს ახლა მე ხელების აკაპიწებას ავიღეთ, რომ აი ეხლა უკვე უნდა რაღაც ხმაურიანი ამბები დაიწყოთ და ეხლა 15 წელი ახსენეთ. ძალიან საინტერესო არის რამ გამოიწვია ეს, იმიტომ რომ რაღაც თითქოს სადაზღვევო ინდუსტრია ძალიან გააქტიურებულია ბოლო პერიოდია, ბევრი რეკლამა მხდება რაღაცა და მეც გამიჩნდა კითხვები, რომ აი რა ხდება, რა გარდაქმნა არის ეგეთი, რატო გადაწყვეტო რებრენდინგი იყო საჭირო და უკვე შიდა სამზარეულოებსაც ვისაუბროთ როგორ მოხდა ყველაფერი. სადაზღვევო კომპანია Wiser-ი როგორც PSP დაზღვევის ჯგუფის წევრი დიდხანს მიდიოდა ამ გზაზე, რომ რაღაცნაირად ემზადებოდა იმ ეტაპისთვის, როცა იქნებოდა თვითყოფადი და მოუკიდებელი და ისევ ჯგუფის წევრი, თუმცა თავისი ძლიერი ბრენდის იდენტობით, განსხვავებული სათქმელით და მოკლედ ეს 15 წელი ერთგვარად შევაჯამეთ და ვთქვით, რომ ჩვენ ახლა მზად ვართ იმისთვის, რომ ახალი ეტაპი დაიწყოს ამ ბრენდის ისტორიაში და ახალი სახელით, ახალი ხედვით, ახალი სტრატეგიით, მოკლედ რაღაცა ბევრი ძალისხმევა ჩაიდო ამ ტრანსფორმაციაში, სწორედ იმიტომ, რომ რაღაც ახალი ფურცელი გადაგვეშალა. ძალიან გვეამაყება ის 15 წელი, მაგრამ თითქოს წინსვლა გვინდოდა ცვლილებებით, წინსვლა გვინდოდა სიახლით რა და რაღაცა ამბიციური განაცხადებით და გამბედავი განაცხადებით და ამიტომაც ვთქვით, რომ მოდი ჩვენ ვრჩებით რა თქმა უნდა ჯგუფის წევრად, მაგრამ მოდი გქონდეს ჩვენი გამოკვეთილი სახელი, ჩვენი გამოკვეთილი იდენტობა, ჩვენი გამოკვეთილი მისია, ჩვენი გამოკვეთილი რაღაცა განსხვავებული მიდგომა, ვიდრე რაც სადაზღვევო ინდუსტრიაში არის. რაც ამ განსხვავების მაგალითად მოძიებაში ძალიან დაგვეხმარა Playmakers-ი, რომ ჩვენი სხვა პოზიციონირება გქონოდა ბაზარზე და სხვანაირად შევსულიყავით მოკლედ იმ ზღვაში, სადაც 19 კომპანია ცურავს დღეს და კონკურენცია საკმაოდ მძაფრია და ასე მგონია, რომ ძველი სახელით და ძველი ბრენდით ეს ძალიან რთული იქნებოდა და ყველანაირად მზად იყო შიგნით როგორც გუნდი, ისე სამეთვალყურეო საბჭოც, ჯგუფის შიგნით მოკლედ ყველა მოთამაშე, რომ ამხელა ტრანსფორმაცია აი ასეთი რადიკალური, ასე ვთქვათ, გზით დაწყებულიყო რა და ძალიან გვეამაყება ის, რასაც მივახციეთ და რა თქმა უნდა, ეხ Playmakers-ის გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. კი ბატონო, მე ხა არ გეგონოთ რომ გამოვტოვე და პირდაპირ საქმეზე გადავედი, კოკას არ ვკითხე, უშუალოდ შიდა გუნდის მოწყობაზე, იმიტომ რომ ორჯერ უკვე ისაუბრა ამაზე და რამე ხო არ შეცვლილა კოკა, მოდი ამას ვისაუბროთ. იხილეთ ეპიზოდი 1. არაფერი არ შეცვლა, ისევ იგივე რაოდენობის ხალხით და ისევ იგივე პრინციპებით ვაგრძელებთ მუშაობას, სადაც არის მთავარი ის, რომ ჩვენს
ძალიან ისე ვარჩევთ კლიენტებს ვისთან ვითანამშრომლობთ, რომ გქონდეს მათ ღირებულებრივი თანხმედრა. ვემუშავებით ცოტა კლიენტს და მაგრამ ვემუშავებით ბოლომდე ისე, რომ ჩვენ თავს წარმოვიდგენთ როგორც მათი გუნდის წევრებად. და ეხლა ნანამ რო აღნიშნა, რომ ცოტა ადამიანი არის გუნდში, ჩვენც აი ამ პერიოდში ჩავთვალოთ, რომ ვაიზერის გუნდის წევრები ვართ და იმ დანაკლისებს რაღაც ადგილებში ვავსვეთყო. ეს არის აი ეს რაღაც playmaker-სული ფილოსოფია მუშაობს. კოკა, შენი დახმარება მჭირდება რაღაც პატარა შესავალივით რომ გავაკეთე, რომ რა დროს არის საჭირო კომპანიაში რებრენდინგი რა, აი ხო არის რაღაც მომენტები, რომ აი ერთ შეიძლება არსებობს რაღაც რეპუტაციული ზიანები, არსებობს რაღაცა გათანამედროვება, ხო, რაღაცა ძველებური სტილი აქვს იმ კომპანიას და ბევრი რაღაც შეიძლება იყოს მიზეზი და ტრიგერი, აი ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გუყურებდეს, რომელსაც რაღაცა სტარტაპი აქვს, კომპანია აქვს, მე შემხედრია მაგალითად სტარტაპები, რომლებიც ერთი წლის მერე რებრენდინგს აპირებენ და მეთქი ჯერ რა დროს ანუ რო არც აქვს არანაირი ციკლი გავლილი და აი რო აუხსნათ ამ ადამიანებს ზოგადად რა პროცესი არის და მე ალბათ უშუალოდ როგორ მივიდა თქვენი დავალება და როგორ მიხვედით playmaker-სთან და ეგეც საინტერესო იქნებოდა. კიდე ერთი იმას მოვიშველებ, ერთი ყველაზე გავრცელებული ის არის ხოლმე შემთხვევა, როცა ახალი CMO ან ახალი დირექტორი მიდის და პირველი რას საქმეში ჩაიტარებს რებრენდინგი, იმიტომ რომ ჩანს ანუ ადვილად ხო, ჩემ შემთხვევაში არ იყო ეგ რა. ხო, არა, ჩემ შემთხვევაში ვიცი რომ ჯერ რებრენდინგი იყო და მე ახალი ხალხის ძიება. იცი რა არის, რებრენდინგიც რაღაცნაირად უნდა წარმოვიდგინოთ თვითონ როგორც ბრენდინგი. ანუ ბრენდინგი საჭიროება როდის ხდება, როცა კონკურენცია არის გამძაფრებული და შენ ამჩნევ რომ ამ კონკურენციაში შენ გჭირდება რაღაც გამორჩეული სახის შექმნა და რაღაცით განსხვავებულობის დაჭერა, რაღაც ახლის შეთავაზება და ზუსტად იგივე არის რებრენდინგის შემთხვევაში. შენ რომ ნახულობ, რომ შენი პოზიციონირება ბაზარზე უკვე აღარ არის საკმარის და არ გაძლევს კონკურენტულ უპირატესობას, რაღაცა მოძველდა, შეიძლება არ მოძველდა რაღაც ვიზუალური სტილისტიკა შენი ბრენდინგის და სალაპარაკო ენა, თუმცა შეიძლება ბაზარი შეიცვალა ძირეულად და რაღაც ახალი გამოწვევები გაჩნდა, რაღაც ახალი ტექნოლოგიები გაჩნდა, მომხმარებელი შეიცვალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ხშირი არის ხოლმე თუ დაკვირვებული იქნებით, აი ეს გლიცინი და ქილიკი რო ხდება ხოლმე, რომ რაღაც დიდი საერთაშორისო ბრენდის რებრენდინგი როა გაკეთდა და რო დაიდება ხოლმე სტატია, რომ ვიღაცამ გააკეთა რებრენდინგი და აი ისეთი რაღაცა არის ხოლმე შეცვლილი, რომელიც შეიძლება საერთოდ თვალში არ მოგხვდეს და არ შეიცვალოს, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანი არის ხოლმე რა, იმიტომ რომ აი რაღაცა ხალის უნდა განიჭრე შენ თვითონ რომელ ბრენდშიც მუშაობ და რომელ ბრენდის პატრონიც ხარ მაგალითად თუ დამფუძნებელი ხარ. ჩვენც ხო რაღაც გარდერობს ვანახლებთ, ჩვენ თვითონ ვახლდებით რაღაცას, რაღაც დამატება გვინდა, რაღაცა ახალი სწავლა გვინდა, ახალი რაღაც სასაუბრო ენა გჭირდება და ზუსტად იგივენაირად არის, მაგრამ მგონია რომ ეს არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში თვითმიზანი და უბრალოდ ახირება რომ არ იქა ეხა რებრენდინგი და ყველა ვარიანტში ამას უნდა გქონდეს ბიზნესურად რაღაც ბაზისი, ანუ რატო ვაკეთებ მე რებრენდინგს რა, რაღაც ცვლილება უნდა იყოს, შეიძლება ჭირდებოდეს, აი როგორც შენ თქვი რაღაც ზიანი მივიღე, ან შეიძლება ვიღაცას გამოვეყავე, რაღაც ჯგუფის წევრი ვიყავი და სხვაგან წავიდე PSP და ზოგიერთ შემთხვევაში გაჩნდა საჭიროება რომ უნდათ რომ აი ერთის მხრივ დაშორებოდნენ რაღაცა დედა ბრენდსა და რაღაცით უნდა იყოს ნაკარნახები და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ იმისთვის რომ აი მე ხა მოვიდე და იმიტომ რომ ვიღაცამ დაინახოს რომ მე რაღაც საქმეს ვაკეთებ მარკეტინგში, მოდი პირველი ძალიან მარტივ რებრენდინგი გავაკეთოთ. კი, ეგ სხვადასხვა ძალიან აქტიურად და ხშირად ხდება ხოლმე მეც. ძალიან საინტერესოა აი ეს პროცესი რომ მოგუყვეთ. ნუ მე ვიცი PSP-ს და Playmakers-ის სიყვარული ერთმანეთში. ჩვენ ვისაუბრეთ წინა ეპიზოდში იყო ამაზე და ეს აღნიშნე კიდევაც რომ ჩანდა ეს ქიმია, მაგრამ ეხლა ცოტა სხვა ასე ვთქვათ დავალება იყო და ქიმია ძალიან გამოვიყენეთ ჩვენ PSP დაზღვევაში, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, დედა კომპანიასთან და PSP Pharma-სთან ისეთი ბმა აქვს Playmakers, რომ მე ეს ბმა ბუნებრივად ჩვენც გავაჩინეთ ახლა ჩვენ შორის და უკვე თვითყოფადია ეს ბმა, მაგრამ ცხადია, რომ ამაში დიდი როლი მიუძღვის PSP Pharma-ს და იმ ურთიერთობას, რაც არის Playmakers და PSP Pharma შორის. ერთი რაც მე უნდა მოვყვე თავიდან როგორც solutioneri, როგორ მიპედით მოკლედ ამ ამბავში, იმიტომ რომ PSP
განსხვავებაში Solutioners ცოტა სხვა პროექტი ქონდა, რომ აძლიერებდა გაყიდვების გუნდს და კორპორატიული გაყიდვების და მოკლედ იქ ცალკე პროექტი იყო ახალი კადრების აყვანის, გადამზადების და ასე შემდეგ და მერე დადგა საჭიროება, რომ აი ჩვენ rebranding-ს რაღაცა ბევრჯერ წავიბორძიკეთ, დავიწყეთ 2 წლის წინ, ACT მიმუშავა მოკლედ სტრატეგიაზე, ბიზნეს ხედვაზე, მაგრამ მერე რაღაცნაირად შიდა მარკეტინგის გუნდის მცდელობის მიუხედავად, მოკლედ ეს პროცესი რაღაცნაირად ვერ მივიდა კულმინაციამდე რა და გზაში მოკლედ ამას ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ეძახის წაბორძიგებას მოკლედ რა და მერე ჩვენ თქვით რომ მოდი დავიწყოთ რადგან გვაქვს ბიზნეს სტრატეგია და იმუშავა ACT-მ ამ ყველაფერზე და მოიღო იმ თავარი ინსაიტები და ის რასაც მერე კოკამაც და მისმა გუნდმაც რაღაცნაირად ჩაეჭიდა მოდი ამ ღირებულებებზე მოდი ვიფიქროთ ჯერ სახელდებაზე და დავიწყეთ მოკლედ ჩვენი როლი დაიწყო სახელდებით რომ სწორად შეგვერჩია სახელი და აქაც მე ესეთი გამოცდილება მაქვს მოკლედ ჩემი მარკეტინგული წარსულიდან რომ გუნდის შიგნით რამდენჯერაც მოკლედ rebranding-ში მიმიღია მონაწილეობა რომ საუკეთესო სახელი თითქოს გუნდის შიგნით brainstorming-ით და სწორი სესიებით და სწორი დისკუსიებით იბადება. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ასეთი გამოცდილება მაქვს რა და წავედი ისევ ამ ნაცადი გზით მოკლედ და შევარჩიეთ დაახლოებით 15 თანამშრომელი, ვისაც უმასპინძლეთ Solutioners Office-ში ერთხელ ორჯერ, რა ვიცი, მოკლედ რამდენჯერმე და ამ სესიებით მივედით ძალიან პატარა short list-ამდე, სულ 3 თუ 4 სახელი იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო Wiser-ი, რომელიც იმდენად სწრაფად აიტაცა იმ ვიწრო წრემ მენეჯმენტის და დამფუძნებლების ჩართული იყო საერთოდ ამ პროცესში, რომ ეს Wiser-ი იმდენად მოგვეწონა ყველას და იმდენად პირველივე წამიდან რაღაცნაირად ვიგრძენით რომ ჩვენი იყო აი საოცარი ის არის სახელდებაში ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა რომ სახელს დახედო ახალს მით უმეტეს და თქვა რომ აუ this is it აი რაღაცნაირად ეს არის ის სახელი ბოდიში ბარბარიზმისთვის აქვე მაგრამ ისედაც დიდი ღარ აქ ისედაც ბევრი ბარბარიზმი არის ხოლმე და მიჩვეულებია და ნუ მოკლედ მე ხო იცი სამყარო რო გეუბნება რომ დომეინებიც არიელი იყო გლობალურად საერთოდ ესეთი ბრენდის არაფერი ბევრი არ არის ეს სახელი თან რაღაცნაირად ჩვენ S-ით კი არ დავწერეთ არამედ Z-ით ეს სახელი იყო აი ესე გეუბნება ხო ეს სამყარო პორტალს გიხსნის და გეუბნება რომ ეს ხელმისაწვდომია ყველა მხრივ ხელმისაწვდომი იყო მოკლედ ეგრევე დავაიმასავქერით დავარეგისტრირეთ დომეინები იქ სასაქოლო ნიშანი სახელი რაღაცები მოკლედ თავიდანვე იმასავქენით და რომ განვიმტკიცეთ რომ ეს სახელი მოგწონს და აქვე სტრატეგიაც ვქონდა, მე დავიწყეთ მოკლედ ბრენდის ინეტობაზე მუშაობა. მანდაც ცოტა ვიბორძიკეთ და მე მივადექით Playmakers ჩვენი გამზადებული სტრატეგიით და სახელით. Playmakers-მა გითხრა რომ ჩვენ არ გვიყვარს სხვის მოფიქრებულ კონცეფციაზე და სახელზე მუშაობაო, მაგრამ თქვენ ისეთი კარგი ხალხი ხართო და დედა კომპანიაც ისეთი კარგები ხართო და ზოგადად მოკლედ ისეთი კარგები ხართო რომ ჯანდაბას თქვენ თავს ჩავერთებითო. ოღონდ მართლა აი რაღაცნაირად მოგვევლინენ გადამრჩენლის როლში, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში, ძალიან ხარისხიანად და ნუ აი რაც შეასრულეს ახლა ამაზე მოდი კოკა მილაპარაკოს, იმიტომ რომ არიან მართლა წარმოუდგენლად არაჩვეულებრივი გუნდია და ერთი სიამოვნება მათთან მუშაობა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. კი ბატონო. ეხლა გითხარი ბრიფი რომ მოვიდა და რა ხდებოდა? ხო, ვიცი ხო რა. წარეს სიმართლე. აი ეს ქოლი გაიხსენე მე რომ დაგირეკე. პირველად შეგამერი. არა, პირველად არა. პირველად რომ დავირეკე ის არ გიდა. იმას და იმას შორის რო იყო. იმას მოყვები. ხო, თავდაპირველად ჩვენ უნდა გვემუშავა ლონჩის იმაზე, რა ქვია, კამპანიაზე, თუმცა ჩვენ არ ვიწყებთ ხოლმე მუშაობას სტრატეგიის გარეშე. სტრატეგია არსებობდა, დიდი სტრატეგია იყო ისიც გაკეთებული, უფრო ბიზნეს სტრატეგია, ვიდრე ბრენდის სტრატეგია და მარკეტინგის სტრატეგია და დრო იყო ძალიან მოკლე და შესაბამისად ჩვენ არ გქონდა დრო და ფუფუნება იმისი, რომ სტანდარტული ბრენდის სტრატეგია წავსულიყავით და ეს რაღაც სესიები როგორც გვაქვს ხოლმე რაღაც 6 შეხვედრა 2 საათი არ გქონდა და რაღაცნაირად მოვერგეთ ამ მოცემულობას, რაც ასევე გამონაკლისი არის ხოლმე, თუმცა ეს ამის საშუალება მოგწევი რომ დედა კომპანიასთან მანამდე გქონდა თანამშრომლობა და რაღაცნაირად ღირებულებები ვიცოდით რა ღირებულებების
მატარებელი იყო ეს ხალხი. მე ვისაუბრეთ ნანას, ვისაუბრეთ თვითონ აღმასრულებელი მენეჯმენტი, ვინც არის იმ პერიოდში ჯერ კიდევ PSP დაზღვევის, მათგან მოვისმინეთ მათი ხედვა რა იყო, როგორ უნდა განვითარებულიყო ბიზნესი, საით მიდიოდა, რა ცვლილებებს გამოიწვევდა ბაზარზე, აი რა იქნებოდა ახალი, რატო აკეთებდნენ საერთოდ ამ რებრენდინგს და რატო არ რჩებოდნენ ისე PSP დაზღვევად და ასე შემდეგ, და ამის საფუძველზე ჩვენ გავაკეთეთ რაღაცა პატარა ვერსია ბრენდის სტრატეგიის, ასე ვთქვათ, shortcut ვერსია, რომელიც მე გახდა ბრიფი ჩვენთვის. ანუ ბრიფი ჩვენთვის იყო ის, რომ რაღაც ახალი მოთამაშე შემოდის ბაზარზე, რომელიც არის ძალიან გადატვირთული, ძალიან კონკურენტული და არც თუ ისეთი რა ქვია, ინოვაციური და თანამედროვე პროდუქტებით, იმიტომ რომ რაღაც სადაზღვო პროდუქტები არ არის რაღაცა ისეთი რა ქვია. კოკას არ უყვარს დასმა. არ მიყვარს ხო, აი ვერ პირდაპირ ვიტყვი რომ ვერ ვიტან, ანუ არ ვსარგებლობ, ზოგადად არ მიყვარს დაზღვევა და რაღაცებს ვფიქრი რომ ეხა ამას რო გავაკეთებ, მერე რომ აი და რაღაცა რომ მოხდეს და მერე რამე. შო აი არ ვფიქრობ ხოლმე რაღაცას რო ვაკეთებ, ჯერ მგონია რომ მე არ დაზღვეული არ გაქვს. ის სხვათა შორის მანქანა ჯანმრთელობა აი რაღაც კორპორატიულ იმას მოყვება ხოლმე, მაგრამ აი არ ვსარგებლობ, ის უნდა დავაკაკუნო, ხარ ჩათვალე და ვაკაკუნებ პოდკასტის ხმარო არ გავაფუჭო, აი არ ვსარგებლობ ხოლმე რა ამ დაზღვევ. ერთხელ დამჭირდა რაღაც ჯანმრთელობის დაზღვევა და ისიც მითხრეს რომ რაღაცა რაც გავიკეთე ოპერაცია, თურმე ის რაღაც გამონაკლისს შედიოდა და მეთქვა თავი დამანებით და მე აი რაღაცა და ყველაზე ჩემი კოშმარი არის რომ წარმოვიდგენ როგორი მუშავა ვიღაცას რომ ოდნავ რომ იმას მანქანას რო გავედე და მე მაგის გამო რომ უნდა გადავკეტო მთელი თბილისი, რომ ველოდე რომ უნდა მოვიდეს პატრული, უნდა მოვიდეს შემფასებელი, უნდა მოვიდეს რაღაცა რა ქვია იქ ანგელოსთა დასი და თქვან რომ აი ეს ნაკაწრი მართებული არის თუ არა და სწორად მოხდა თუ არა და ამ დროს რომ მთელი თბილისი რომ მაგინებს, იმიტომ რომ მე რაღაცა პატარა რაღაცა ბამპერზე რაღაცა შემემთხარა და ამიტომ სულ ვცდილობდი რომ აი ჯერ ვცდილობდი რომ აი ისე მეტარებინა მანქანა რომ აი რაღაც არ მოხდებოდა. ამიტომ ამბობდი რომ არ სულ ჯერა ხოლმე რომ რაღაცა მე არ დამემართება. რა იყო ძალიან გავრცელებული ისე რომ ადამიანებს რომ ჩვენ არ დამემართება რაღაც. და მართლა დავდიოდი ისე რომ არაფერი არ მემართებოდა და ნუ თუ მემართებოდა ძალიან მცირედი რაღაცა და მე უბრალოდ მომიწია რაღაცა ისეთ მანქანა მოხდა ჩემში რომ აუცილებელი იყო იცი რომ აი ისე რომ ვერ ყიდულობ რო თუ არ გააზღვიე და ასე შემდეგ და ეგრე განაჩენი ქონების დაზღვევაც იმიტომ მქონდა რომ ბანკი ითხოვს იპოთეკის შემთხვევაში და ასე აი არც ერთხელ დაზღვევა არ ყოფილა ჩემი არჩევანი რა რომ აი მოდი რა ეხლა ის მინდა და ჩვენ ახლა მომხმარებლები უნდა გავაძლიეროთ თუ ეს ნიჰილიზმი არა მე მაგას ვამბობ იქამდე რომ რატო რა და იმიტომ რომ მე ჩვენ ეგეთი მიდგომა გვაქვს ჩვენ თვითონ თუ არ დავიჯერეთ ამ პროდუქტის რა ისე თველებს ძალიან გვაქვს ეგ ინსაიტი რა რომ აი მე არ დამემართება და მე ვარ ეგ მეგონი ადამიანური ბუნებაა რომ არ გონია რომ შენ დაგემართება მართლა მგონია მართლა სერიოზულად მგონია რომ თვითონავე რომ ჩამოვარდეს გადავრჩები მე მართლა რეალურად ანუ რეალურად მგონია რა რომ აი რაღაცა რომ მოხდეს მე გადავრჩები რა და ხო ამიტომ არასდროს არ ვშთეთ სულ მაგ ხოლმე რომ აი ტელეფონზე ყველას გირეკავენ ხოლმე ალბათ სადაზღვევო კომპანიები და ეხლა თავაზობენ რაღაც და ეგრევე რომ ამბობენ ხოლმე სას რო ამბობენ ხოლმე შეიძლება რაღაც საადვოკატო არის მაგრამ სასზე თიშავ ხოლმე ვგონები რომ არ მაინტერესებს ბაზიდან ამომიღეთ და ასე შემდეგ რომ აი რაღაცნაირად ის მოცემულობა რაშიც ეს კომპანიები მამყოფებენ მე რაღაცა არ მომწონს რომ მაგიტო არ ყოფილ პირველ ზარს ხო რომ სადაზღვევო კომპანიიდან გირეკავთ იცი ცივიზარები აღარ არის უკვე და ამიტომ უფრო ნაკლებია ჩემი სიყვარული ერთ არის იცი რაღაც გაყიდვების ტრეინინგებს უტარებენ ხოლმე და როეუბნებიან რომ სახელი ბევრჯერ ახსენე და უფრო გაყიდო მაგალითად გამარჯობათ ბატონო კოკა. ბატონო კოკა, მოგესალმებით, გაწუხებთ სადაზღვევო ბატონო კოკა კომპანია, ბატონო კოკა აქიდან და გვინდა ბატონო კოკა შემოგთავაზოთ ავტომობილი ბატონო კოკა. აი, ეგეთ რაღაცებს, ეგეთისად, მაგას თავი დავანებთ შეთავაზებს, მე თვითონ აი ეს ფლოურო სულ მგონია ხოლმე რომ რაღაცა სადაზღვევო შემთხვევა რო დგება, ანუ მე რაღაცნაირად დამნაშავე ტიპი ვარ რა, ანუ მე ესე იგი სათანადოდ ვერ მოვიქეცი, ანუ ან მანქანის ტარება არ ვიცი, ან სიარული არ ვიცი, ან ფეხბურთის თამაში არ ვიცი, ან რეალი არ ვიცი, ან რაღაცა არ ვიცი და აი იქ რომ მიდიოარ, აი რაღაცა ის მაქვს ხოლმე რომ აი შევცოდე, ანუ აი თითქოს ახსარებაზე მივდივარ სადაზღვევო კომპანიაში რომ პატივცემულო მზღვეველო შეგცოდეთ მე და მანქანაზე
5 კილომეტრით გადაჭარბებით ვიარე და არ მეცვა სათანადო ფეხსაცმელი და არ ვიყავი კარგად იმ დღეს რაღაც უთხასიათზე ვიყავი, ან რაღაცა მოვდიოდი და ცუდად მოვსრიალებდი და აი რაღაცა ესეთ რაღაცეებში ვარ და სულ მეუბნება ყველა სადაზღვევო კომპანია, რომ აი რაღაცნაირად მე უნდა ვიყო მაღალი პასუხისმგებლობის ტიპი და მე უნდა წარმართო ჩემი ცხოვრება ისე რომ ეს შემთხვევა არ დადგეს. და თუ ეს შემთხვევა დადგა, მე ვიღაცა ქურუმები უნდა მოვიდნენ და ამაზე იმსჯელონ და თქვან რომ კოკა მართალი იყო თუ მტკვანი იყო და მე მითხრა რომ აჰა შენ გეგების 70% განსაზღვრება და ნუ აი არ შემიძლია ეგ და რომ მოვიდა ეს ხალხი ვკითხე რომ აი ხა კიდევ ერთი ესეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ თუ რაღაცა სხვანაირი გვექნება რა და მიხრეს რომ სხვანაირი გვექნება და ამიტომ ეს არის რის გამოც დავიწყე ამაზე მუშაობა და შესაბამისად მე ყველაფერი მაგაზე ავაწყოთ რომ ეს არ იქნება სადაზღვევო კომპანია რომელიც გეტყვის რომ რაღაცები არ ქნა რა ეს შენ ესე გაშიშებული იყავი და არ გაინძრე და თხილად იყავი რაღაც არ დაგემართოს და რაღაც დაგემართო მე კი აქ ვარ მაგრამ შენ რაღაც არ დაგემართოს რა და რაღაც უფრო ვთქვით რომ აი რაღაცა ისეთი იყოს რა ჩემთვის კომფორტული იქნება დაზღვევა რომელიც მე არაფერს არ მიზღუდავს ჩემი ცხოვრების თავისუფლებას არ ზღუდავს და მე უბრალოდ არსებობს ვიღაც ჩემი თანამგზავრი რომელიც მე თუ რაღაც დამემართა შეიძლება რაღაცა მეორე შანსივით რაღაცა გამირემონტოს რა ანუ ანდუკი არ არის რომ თავიდან გავაკეთო უბრალოდ მითხრას რომ რაღაცა რა ვიცი რაღაც ფეხბურთს რო თამაშო ბურთი თუ გაგისკდა ნუ კაი რა ხა მაგის გამო არ ქნა რომ მაგრა და ბურთი რატო გასკდა მაგრა დაარტყი ამსე არ უნდა დაგერტყა ბურთისთვის ანუ მითხრას რომ რა ვიცი გასკდა მაგისთვის არის ბურთი რომ უნდა გასკდეს ჩანართი გავაკეთო რომ ეს ისეთი ახალი ჰაერივით იყო ჩვენთვის შთაგონებად რომ ამ ერთ-ერთი სესიის დროს მოკლედ იყო რომ იცი რა აი ყველა გეუბნება ყველა სადაზღვევო და ზოგადად აი ფრთხილად იყავი ლოგინში არ გადაბრუნდი არსად არ წახვიდი არაფერი არ ქნა და აი ფრთხილად იყავი და თან დაზღვევა გადაიხადე და ჩვენ რო ვეუბნებით ადამიანებს რომ პირიქით გაბედე იმოქმედე გააკეთე ცადე მწვერვალები დაიპყარი და მე შენი თანამგზავრი ვიქნები ამ გზაზე და მე ყველაფერს დავაზღვევ მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ ეს იმხელა მესიჯი იყო და ისეთი როგორ გითხრათ რა ჩვენს იხლა ემოციური მოქცა ძალა იმ წუთში რა მომენტშიც პლეიმეიკერს მე წარმოგვიდგინა თან ძალიან ცოტანი ვიყავით მენეჯმენტი და მარკეტინგის ორი წევრი რა და ისეთი წამოვედით იქიდან გაფრთიანებული რომ იმავე წამს რაც ეს გააჟღერა პლეიმეიკერს მე იქვე დავიჯერეთ აი აბსოლუტურად გავითავისეთ რა უნდა ყოფილიყო ვაიზერის სათქმელი და როლი და ბრენდის დანაპირები. აი იმ მომენტშივე გავითავისეთ და მივხვდით, რომ ჩვენ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შენს თავისუფლებას ვაფასებ, შენს გამბედაობას ვაფასებ, შენ უნდა იმოქმედო და მე ვარ შენი თანამგზავრი. მე არ უნდა შეგზღუდო შენ რა, მე არა ვარ ის, ვინც გეუბნება, რომ ვაიმე ხა ძალიან ფრთხილად იყავი, არაფერი არ გააკეთო და მოკლედ აი ამ სიფრთხილის და ეს ისეთი მიგნება იყო, ხო თითქოს, ხო სიმარტივეში რო არის გენიალობა. ეს ხო თითქოს ძალიან ბუნებრივი მიგნება არის თითქოს, მაგრამ ჩვენი სფეროსთვის და ინდუსტრიისთვის ეს იყო აი რაღაცა ასე მგონია რომ მთები გადავთქვით რა და ამიტომაც არის რომ მთლიანად მოხდა გარდასახვა ჩვენში და ეხლა შიდა გუნდის, იმიტომ რომ ამ გუნდის ერთი კვირის წინ წარუდგინეთ ეს ყველაფერი და ეს კონცეფცია და ეხლა სრულიად ამაზე გვაქვს შიდა ძრავი უნდა ავაწყოთ, რომ ყველა თანამშრომელმა 180-ვე თანამშრომელმა და იმ რაღაც ასობით ექიმმა, ვინც ჩვენი გუნდის წევრია, ზუსტად გაითავისოს ეს და შეიგრძნოს, რომ ჩვენი ბრენდის დანაპირები არის, ადამიანებს მოუწოდებთ, რომ იმოქმედონ, შექმნან, გაბედონ და ჩვენ დავაზღვევთ ყველაფერს დანარჩენს რა და ეს არის ნამდვილად ისე რაც გუწრფელად მჯერა და აი უდიდესი მადლობა პლეიმეიკერს ამ მიგნებისთვის. აი ვიზუალური იდენტობაშიც რა ნუ ვიზუალზეც ხო ჩვენ ვიმუშავებთ. მე მინდოდა მეკითხა რა იყო მეთქი რაც შეასრულეთ თქვენ კი ვიზუალური იდენტობა არის ჩვენი გაკეთებული და ეს რა ქვია ეგრეთ წოდებული ბარბარიზმის ლონჩის დაძეს გაშვების კამპანია და აი ვიზუალური იდენტობაშიც შევეცადეთ რომ ეს ფილოსოფია გადმოგვეტანა. რა ეს ინგლისური W რაც არის საწყისი 100 ანუ სპეციალურად იმაში თუ დააკვირდებით არის ბზარი. ანუ ბზარის ფორმა აქვს რა, იმიტომ რომ ეს არის ფილოსოფია რომელიც აი პირიქით ამბობს რომ რაღაცა ჭიქა ბზარი რო აქვს რა, ის ჭიქა რაღაც კუთხით უფრო ძვირფასია, იმიტომ რომ რაღაცა მოგონებებს შეიცავს და მეუბნება რომ ამით ვიღაცა მიცხოვრა და ამით ვიღაცა ისიამონა და თავის გამოყენება უნახა და
ჩვენ არ ვართ რაღაც სინჯარაში ჩასმული ტიპები. ხო, თან ეხლა ამოხეთქვაც არის, დაბადებაც არის. ნუ ეხლა ნუ პლეიმეიკერსის პროცესში აი რაღაცა ეს სასიამოვნო პროცესია, ყველაფერს სახელს არქმევს. კამპანიებს, ლოგოს, დაბადებას, იმას, აი ყველაფერზე აქვს სახელები და ეს ათენას დაბადება ეხლა რომ კლიენტები ის კი არა და მაყურებელი რომ არ დავაბნიოთ, მაგრამ ნუ ეგეც ამოხეთქვა, აი ზევსის თავიდან რომ ათენა დაიბადა, იმიტომ რომ ათენა არის ჩვენი თქვა ბრენდის პროტოტიპი და ასე შემდეგ, მაგრამ მან კიდე ერთი ძალიან საინტერესო ის იყო, რომ თვითონ სახელი ბაიზერი რადგან სიბრძნესთან ასოცირდება და ბრძენს ნიშნავს, არქეტიპულად ავტომატურად მიდიოდა სიბრძნისკენ და ესეც პლეიმეიკერსის მიგნება იყო, რომ ჩვენ არ გვინდოდა ჩვენი ახალი ბრენდი ყოფილიყო რაღაცნაირად ბრძენი, დაღლილი, უმოქმედო ადამიანი, ნუ გასაგებია რომ გონიერი და ეს 15 წლიანი გამოცდილება რომ ძალიან მნიშვნელოვანია და იქვე ისე გონივრულად დამერჯეს, ისე ბარბარიზმებით ბოდიში, მაგრამ დაახლოვეს, მოკლედ, გმირის არქეტიპთან, რომ აი ეს გამბედაობის კომპონენტი და სიბრძნის ყოფილიყო თითქოს ურთიერთგამომრიცხავი ორი არქეტიპი, მაგრამ ისეთი სინთეზი გააკეთეს ამ ორი არქეტიპის, რომ ესეც ჩემთვის იყო, აი რა ვიცი, მარკეტინგულად რომ ისიამოვნებ, ხო იცი პროცესისგან, აი ესეთ სიამოვნებას მარიჭე. ნაპერწკლები გაგიჩინათ თვალებში. კი. ხო იგრძნობა კიდევაც, რომ ეს და გულწრფელი და ბუნებრივია ეს ნაპერწკალიც და ეს ყველაფერი არის ზუსტად ამ გუნდის მონაპოვარი და ის რაც მე ჩვენც ავტომატურად ვიგრძენთ. აი ხო გეუბნებთ რაღაცას რო გვეტყოდნენ, აი წამიერად რო შემოდის შენში და რჩება. ეს ძალიან მარკეტინგში ეს არის უდიდესი ფუფუნება, რომ რაღაცას მოგიყვება მარკეტინგის გუნდი და შენ იმას იმ წამსვე ითავისებ და მე გინდა რომ აი ამითი წინ წაიწიო ეს, რა ვიცი, ეს ძალიან დიდი ფუფუნება და ნამდვილად პლეიმეიკერის მონაპოვარია. კი ბატონო, ეხლა მე რასაც ვნახულობ ხოლმე, არის რომ გაშვებულია კამპანია და რაღაც სხვადასხვა ტიპის ვიდეოები გვხვდება. ძალიან საინტერესოა აი ეგ ინსაიტები, მოკლედ ეს კამპანია მე რაზე დაფუძნდა და რაზე აეწყო. ხო, გავაგზავნებ ეხლა იმას, რომ აი ზუსტად ავეწყოთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ფეტიშები. და ზედმეტი ფოფინი რაღაცეების და ვიღაცების მიმართ. მაგალითად, შეიძლება შვილს ზამთარში ზაფხულში, აი გაზაფხულზე ჩავაცვათ რაღაცა 6 თერმო, გავჭედოთ, აი რაღაცა არ გაუშვათ სარბენად და ასე შემდეგ. მე სულ რო ვფიქრობთ, აი რა არის ეგ რა, რომ რაღაცას უზღუდავთ ჩვენ თავს და არ ვაძლევთ ხან ჩვენ თავს, ხან სხვებს, ვინც ჩვენზე არიან დამოკიდებული, ცხოვრების საშუალებას. ანუ რომ იცხოვრონ ისე, როგორც მათ უნდათ რა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ადამიანი ხა არ არის მიდრეკილი, რომ მაინც ადგეს და რაღაცა ხრამში გადაიჩეხოს რა, იმას რაღაცა თავისი ბუნებრივი თავდაცვის ინსტინქტები აქ ყველაზე პატარა ასაკის ბავშვსაც კი და ამიტომ ჩვენ რაღაცა ზედმეტებს ვიღებთ ხოლმე ჩვენ თავზე. რა და მე ჩვენ რეტროსპექტულად რომ შევხედოთ ჩვენ რო პატარები ვიყავით, ალბათ ყველას კოშმარად გვაცხოს, რომ ყველას შორტები ეცოდა მე რეიტუზი ჩამოწვის შიგნით და ასე შემდეგ და თან ტყილა ვიცავთ რა, ვიცით რომ უკვე მივედით იმ ამითარებამდე რომ ის რაღაც ბავშვ თუ შორტი აცვია, არ ნიშნავს რომ ის ბავშვი აუცილებლად გაცივდება რა და მე აი რომ დავიწყეთ ფიქრი იმაზე რომ აი მოდი ჩვენი საყრდენი წერტილი ამ ბრიფის შემთხვევაში იყოს ის რომ უბრალოდ ადამიანებს უთხრათ რომ აი რაღაც იცხოვრე რა ისე როგორც გინდა და როგორც შენ თვლი საჭიროდ და არ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ აი მერე თუ ესე და ესე გავაკეთე მერე რაღაცა რომ მოხდება რა აი მერე რა მეშველება რა ნუ აი პრობლემა რო იციან ხოლმე ბავშვებზე ირბინება არ გაუკლიან ხო ანუ აი არაფერი არ მოხდება ისეთი რაღაცა არაფერს უსაშველოს არ ვიზავთ რა ანუ ჩვენ ხანდახან წარმოგვიდგენია რომ ერთი ადამიანი რაღაც წარმოვიდგენთ ხოლმე რომ სამყაროს ცენტრი ვართ და მე თუ რაღაც დავიშევ მგონია რომ პეპლის ეფექტით რაღაცა აპოკალიფსი მოხდება და ვერაფერს ესე დიდს და რაღაცა ძირეულს ვერ დავიშევ ამიტომ მგონია რომ აი რაღაც სიცოცხლე უნდა შეიგრძნო ადამიანმა და სიცოცხლე ის სიამოვნო და რაღაცა გადამეტებულად რისკებზე არ უნდა იფიქრო რა ანუ რაღაცა ეგრეთ წოდებული ვერ უთარგმნი ამას ძალიან დიდი ბოდიში ქართულად overthinking-ში არ უნდა გადახვიდე და overprotecting და ამაზე ერთ-ერთი რამოდენიმე იდეა იყო მახსოვს სამი კონცეფცია იყო და ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა და ამასაც სახელი რო დავუკვეთ სახელიც შემაშინებლად ჟღერდა თავიდან ერქვა უცხოვრებელი ცხოვრების სევდა იყო კონცეპტუალური სახელი და თან ახლა სამი სერია რო არის ეს სამი სერია არ არის უბრალოდ რაღაც სერიები და ამას კიდე სადღაც უკან უდგას ის პროდუქტები, რომელი პროდუქტებიც აქვს სადაც კომპანიას და
არის რაღაცნაირად ალეგორია, მაგალითად ალეგორია მანქანის დაზღვევაზე, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ არის მანქანის შემთხვევა, არის ალეგორია ქონების და ნივთების დაზღვევაზე და არის ალეგორია ჯანმრთელობის დაზღვევაზე, როცა ბავშვი თავის ბარბის თოჯინას ისე იქცევა, როგორც ჩვენ შეიძლება ხანდახან ჩვენ ბავშვს ვექცევდეთ და მე გაგვახსენდა, რომ ყველას ცხოვრებაში გქონია ეგეთი შემთხვევა და რაც მოგწონს ამაში და რატომაც ვფიქრობ, რომ ადამიანებს მოეწონებათ ეს კამპანია არის, რომ ძალიან ისეთი ფაქტები არის, რომელი ფაქტებსაც ჩვენ რეალობაში ყველა შესწრებული ვართ, ანუ ყველა ეზოში არსებობდა რაღაც ბრაზიანი ბიძია, რომელსაც ყავდა მანქანა, რომელ მანქანასაც არ ქოქავდა, არსად არ დადიოდა, მაგრამ ჩამოდიოდა და ტილოთი წმენდდა რაღაც შეიძლება ეყენა, მაგრამ ყველაფერი მანქანას ხდებოდა. ხო, თვეში ერთხელ გადაეკოქა, რომ არ დამჯდარიყო აკუმულატორი, მაგრამ არ დადიოდა რა, იმიტომ რომ იმდენად ძვირფასი იყო, რომ იმაზე ხელი შეხება არ შეიძლება და ყველას გქონია სიმწარე განსაკუთრებით გოგონებს, რომ რაღაც თოჯინები არსებობდა, რომელიც თოჯინა წყუთში იდოდა, იმ თოჯინაზე მიკარება არ შეიძლებოდა და იგივენაირად ლეგენდარული მადონას სერვისი, რომელიც ყველა სახლში იდო, მაგრამ არავის იმისგან არ დაგვილევი, ანუ ჩაი მადონას სერვისის დღემდე არ მაქვს, გადაღებაზეც ვთხოვდი რომ დამალევინეთ, მაგრამ იქაც არ დამალევინეთ. ჩემთან უნდა დაგპატიჟო და დაგალებინო ჩაი მადონას სერვისით. მე ვიყენებ ყველასგან განსხვავებით. ხო, ამიტომ ამაზე ავეწყოთ რა, რომ თქვით რომ აი მოდი ამას ცოტა წავკვინოთ, იმიტომ რომ ჩვენი ტონალობაც ალბათ საომავლოთაც იქნება ხოლმე ცოტა ისეთი, ცოტა არსებული დღის წესრიგისთვის რაღაცა წაკბენა, ცოტა რაღაცა ირონიით შეხედვა და თქვა იმისი რომ მოდი რა რაღაცების ტყვეობაში არ გადავარდეთ და პირიქით რა ვისიამოვნოთ ცხოვრებით და აი მე ალეგორიულ იმას ფიქრობდით რა რომ ეხა წარმოვიდგინეთ ცოტა მულტიპლიკაციური ამბავი სადაც და ზღაპრული სადაც აი მანქანებს თოჯინებს და რაღაც სერვისებს აქვთ რაღაცა თავისი სულიერება რა და წარმოვიდგინეთ რომ ის მადონას სერვისი აი როგორც იმაში რა ქვია ზეთუნახავში და უცხულში ხო ვიცით გაცოცხლებული სერვისი და იმასაც რაღაც თავისი ის შეიძლება ქონდეს და იმასაც საერთოდ არ უნდოდეს რა რომ მთელი ცხოვრება თაროზე იდოს რა იმას უნდოდეს რომ რაც არის მისი დანიშნულება რომ ვიღაცამ ჩაი დალიოს იმით და იმ მერსედესის მანქანასაც უნდა რომ რაღაცა სამყარო მოიაროს და საერთოდ არ უნდა რომ გარაში უნდა მოვყვე ამის წარდგენის მომენტი რო იყო რა. აი მივედი და რომ მოკლედ პირველი კამპანია იყო, საიდანაც მოკლედ მანიფესტი იყო ესეთი ძლიერი, ის მანიფესტი საერთოდ ბაქციეთ ბრენდის ბოტოთ იმაზე ცალკე მოვყვები. მეორე კამპანია იყო ეს უცხოვრებელი ცხოვრების ცედა და პირველი ეპიზოდი მადონას სერვისი და იქვე აი ნუკა voice-overs ახმოვანებს, რომ 30 წელია მთაროზე ვარ, ჩაის გემო არც კი გამისინჯავს, უყურებ აქ ქორწილებს, დაბადების დღეებს, რაღაცას, მაგრამ მე ამ მთაროზე ვარ და მოკლედ აი არ მიცხოვრია, ცხოვრება რომელიც არ მიცხოვრია და ეხლა აი ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, ყველამ წარმოვიდგინეთ ჩვენ სახლებში მადონას სერვიზები ან რაღაცა სერვიზი, აი ბებია ჩემი მაგალითად არ გვაკარებდა ამ ვიტრინასთან საერთოდ სათოფეზე და აი ბებია ჩემი რო გარდაიცვალა, მე გამოვიტანეთ ეს რაღაც გარკვეული ჭურჭელი რა, იმიტომ რომ იძახდა ვაიმე არ გაწყდეს, ვაიმე არ გამოიტანოთ, ვაიმე არ გაწყდეს, ხო და ეს მადონას სერვიზი აბსოლუტურად ყველანი ვინც ვისხედით იმ ოთახში, ყველას ჰქონდა მსგავსი გამოცდილება სახლში და თან ეს უცხოვრებელი ცხოვრების სევდა, რომ აი ეს მადონას სერვიზი, რომელიც მთელი ცხოვრება იდო იმაში, ვერ იცხოვრა რა, ვერ ჩაიც კი ვერ გასინჯა და თან ბოლოს სლოგანი. ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დაასხვევ და აი ხო არ აი რაღაცა მომენტები გამახსოვრდება. აი სადვიჯექი Playmakers-ის meeting room-ში ისიც კი მახსოვს ეს რო წარმოგვიდგინეს და ეს ემოცია რომ აი რაღაცა საოცარი ის იყო. მე ნუ შემდეგი სერია წავიდა, ეხლა ეს მადონა ხო გადავხარშეთ მომენტალურად, შემდეგი წამოეწია ავტომანქანის რომელიც ფარეხში დგას და არც გზა გაუპია და არც ისე თან უნდა მოისმინო ამას როგორ კითხულობს ნუკა თავისი რაღაცნაირი ხმით რა და ნუ მე იყო კიდე ერთი ეპიზოდი იყო რომელიც გამოვტოვეთ და შემოვიდახე გადანახული გვაქვს და ნუ ეს ბარბიც და აი მაგალითად ბარბიზე ჩვენი გუნდის შიგნითაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წევრს ჰქონდა რომ სუსტად იგივე ემოცია რომ ბავშვობაში აჩუქეს რაღაცა ტრამვის გამო და მე ეუბნებოდნენ რომ არ ითამაშო და თაროზე ედო წლები და მას იმხელის ხო იტირა ანუ ამ იმაზე კონცეფციაზე ჯერ ვიდეოა გადაღებულიც არ იყო რომ კონცეფციაზე ადამიანის ცრებლები წამოუვიდა და ეს ისეთი თან ნამდვილი იყო თან ცოტა
ირონიულ სარკასტულიც თან ძალიან ნამდვილი და ყველამ რო თავისი თავი გაიგივა და ეხლა Facebook-ზე როდებს აი კომენტარები უნდა ნახო რომ აი ყველამ დააიდენტიფიცირა თავისი თავი ყველა ოჯახის წევრები აი ყველამ იპოვა მეზობელი თავის გონებაში ბებია თუ დეიდა თუ მამიდა თუ რა ვიცი ვინ ზუსტად ასე ინახავდა ბარბის ზუსტად ასე ინახავდა სერვისს ზუსტად ასე უფრთხილდებოდა მანქანას და ну არ ვიცი ეს აი ისეთი ის მქონდა რომ ერთი წამითაც არ გვიფიქრია რა კამპანია უნდა გაგვეკეთებინა. აი იქვე გადაწყვეტილება მიღებული იყო რომ ეს არის ის რითაც უნდა დავლაუჩდეთ ბოდიში გამაისებ და ისევ ბარბარიზმისთვის. მე მაგ ესეთი კითხვა ну ზოგადად ცოტა ესეთი კითხვა არის რა შეიძლება ჩვენთვის ძალიან მარტივი და თითქოს რო არ უნდა სვავდეთ მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანის გვიყურებს რომელიც ესე ახლოს შეიძლება არ იყოს ამ სფეროსთან ხო ეხლა თქვენ საუბრობდით ისეთ რაღაცებზე რომელიც ადამიანებში იწვევს კონკრეტულ ემოციას. აი რატო არ აკეთებს მაგალითად აი დაზღვევა ხო აი როგორც შენ ტელეფონზე გირეკავ ხო რა არის ყოველდღიურობა რომ გაყიდვების აგენტი მირეკავს და რაღაცა პროდუქტს მისეილებს ასე რომ ვთქვათ რა და სხვა სიტყვა ეხლა სხვა სიტყვა გაიფიქრეთ. ხო და ეხლა რეალურად ახლა ბრენდის კომუნიკაცია რა არის ხა თქვენ ეხებით რაღაც ისეც რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია რაღაც პოზიტიურად მომახსოვრდება და ასე შემდეგ. ანუ რა როლი აქვს ეგეთ კომუნიკაციას? რატო არ თავაზობთ რომ პირდაპირ ჯანმრთელობის დაზღვევა პაკეტში შედის ესეთი პარტნიორები ყოს ხო აი ბევრი რაღაცა უნიკალურობა მაგით იმაშობა რა. ხო და ვერ იქნება ანუ რა უნიკალური უნდა შევთავაზოს ანუ ყველა ეს დაზღვევის პროდუქტი აი აღრევამდებს გავსი არის ერთმანეთის ანუ იდეაში რა უნდა იპოვო ისეთი რომ ხო პროდუქტში სლოგანში გვაქვს ეგ მზაკრობა ჩადებული როცა ვამბობთ ჩვენ ვაზრობთ ყველაფერს ეგ ნიშნავს იმას რომ ეხა წეღანამ რაც ახსენა რომ გუნდი ეხა ზის და მუშაობს იმაზე რომ რაღაცა ისეთი პროდუქტები შემოგთავაზოს და ისეთი დაზღვევები შემოგთავაზოს რაც აქამდე შენ არ ქონია და ვერ წარმოგედგინა თუ ამის დაზღვევა შეიძლებოდა რა. ეგ არის რომ ყველაფერს ვაზღვევიც კომპონენტი ეგ არის. და ამის პარალელურად უნდა გითხრას რომ შენ ჩვეულებრივად გააგრძელე სიცოცხლე, მაგრამ მე მექნება რაღაცა მენი ვისეთი რომ შენ თუ რაღაცა თავში მოგაფიქრდა და მოგიფარინა, უფრო ესე ვიტყვი, რაღაცა წარმოუდგენელმა რაღაცამ მაგალითად უხეში მაგალითს ვიტყვი რა და დავაზღვევ იმას რომ ფრინავი თებში მომიტაცოს დამიზურეთ ის რომ ხო ჩემი ძაღლი ფრინავმა თებში არ მოიტაცო იმას არ მოიტაცო და მოხვალ შეგიფასებ რაღაცას გეტყვით ანუ აი უხეშად ესეთ რაღაცას ვსაუბრობთ იმიტომ რომ აი სხვა შემთხვევაში ანუ ჩვენ რომ დაგვეწყო რომ ჩვენ გვაქვს დამთელობის დაზღვევა ჩვენ გვაქვს მანქანის დაზღვევა და ჩვენ გვაქვს აი რა ვიცი რა უნდა გვექნა უნდა წავსულიყავით ისევ არ შემოდიხარ ბაზარზე რებრენდინგს აკეთებ რაღაც ახალი ხო უნდა შემოიტანო რა და მაშინ მეორე გზა როცა ემოციური ის არ გაქვს და რაღაც პროდუქტული განსხვავება რაში უნდა წახვიდე რაღაც საფასო ომში და უნდა თქვა რომ აი ხა მე შემოვედი ბაზარზე და ჩემთან დაზღვევა იქნება 4-ჯერ უფრო იაფი ვიდრე ვიღაცას და მე ის დაждდება ის იფიქრებს რომ ახლა იმან თუ გააიაფა 4-ჯერ მე გავაიაფებ 5-ჯერ და წავა რა თქმა უნდა ამით მოხარებელი იხეირებს ამითი მაგრამ არის მანდაც რაღაც ზღვარი რის ქვევითაც უბრალოდ ვერ ჩამოხვალ და შესაბამისად ყოველთვის როცა ისეთ ინდუსტრიებში და უმეტესი ინდუსტრია ისეთი არის სადაც პროდუქტები ძალიან მსგავსი არის ერთმანეთის და პროდუქტული რაციონალურ დონეზე თუ ჩავიყვანთ ისეთ დიდი განსხვავება პროდუქტებს ერთმანეთში არ აქვს მათ გვიწევს ზუსტად ემოციებზე ლაპარაკი და ლაპარაკი იმ ფილოსოფიაზე როგორი ფილოსოფიითაც ესა თუ ის კომპანია უდგება თავის მომხმარებლებს და იმ პროდუქტებს რომელ პროდუქტებსაც ქმნის ერთი უნდა დავამატო რა რომ ამ ყველაფერმა ისე გაგვაფრთიანა რომ მართლა ისეთ პროდუქტებზე მიდის ახლა მუშაობა, აი რომ აპირებდა კოკა რაღაცა და ეთქვა და ეგრევე ხოჭორებთ. ეხლა მაგალითად ის ბრიფი რაც მათამდე მიდის, რომელიც ხვალიდან პირობითად ერთი წლის განმავლობაში რა პროდუქტები გვეფიქრება, განსხვავებული და ახალი და აბსოლუტურად ამ ბაზარზე რომ არასოდეს არავის არ გაუკეთებია, რომ გზა და გზა ეს საინტერესო კოლაბორაცია და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფრთიანდება, იმიტომ რომ თან კოკას ჯერა რომ ყოველი შემდეგი უფრო კარგი იქნება ვიდრე თავიდან რაც გავაკეთეთ და ამიტომ აი სულ მოუთქმელად ველი როდის ამ განსხვავებულ პროდუქტებს და ამ განსხვავებულ მიდგომებს დღის შუქი როდის ეწევა იმიტომ რომ იმდენად არავის ესეთი არაფერი არ გაუკეთებია აქ ამერიკის ბაზარზე იქ სხვა ბაზრებზე კი ბევრი რაღაცა მაგალითები შეიძლება იყოს იმიტომ რომ აი უცხო პლანეტელმა რომ მოგიტაცოს მაგაზე ამერიკაში დასწრება არის კონკრეტულად შეგიძლია ფული გადაიხადო მაგრამ აი ჩვენი ბაზარი არ არის განებივრებული ესეთი პროდუქტებით რა და ეგეც
ძალიან საინტერესო ანუ პროცესი. შეიძლება, ეგ მგონია რომ უფრო მნიშვნელოვანი არის რომ კომპანიის DNM-ში იყოს ჩადებული რომ მე ყოველთვის ეგეთი მიდგომა მექნება რომ შენ სულ რაღაცა გაგაუცებ ჩემი სათავაზებით, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ნანადე გუნდი რომ დაჯდება და პირობითად რაღაც 10 ახალ პროდუქტს მოიგონებს, თუ ეს პროდუქტები კარგად მიიღო ბაზარმა, ანუ არავის არ გაუჭირდება ამ პროდუქტების კლონის შექმნა, იმიტომ რომ ისევ ამბობ რომ ეს არ არის რაღაცა მაღალი ტექნოლოგიები, ხო, არის რაღაცა რისკის შეფასება, რაღაცა მიდგომა, თუმცა მანდ არის რომ თუ შენ ეგეთი ტიპი ხარ და ეგეთი ფილოსოფიით ხარ, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ხარ, ანუ შენ რო გამოუშვეს პროდუქტები, ვიღაცა დაიწყო კოპირება, შენ ეგრევე უკვე ფიქრობ ამის შემდეგი რა იყოს და იმ ახალზე და ყოველთვის რაღაცა თეთრებით შენ თამაშობ, ასე რომ ვთქვათ. და ხდები ლიდერი, რომელსაც ხები აფოლოვებენ რა, რეალურად ლიდერობაზე გექნება პრეტენზია. ხო, და ერთ ჩანარს გავაკეთებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგია იქნება, ბრენდი იქნება და ასე შემდეგ, ამართლებდეს მე საქმეში იმ ყველაფერს. მარტო გაწერილი არ არსებობს. ჩვენ არ მოვაწერდით ხელს ამ იმას რა ვქეთ, თანამშრომლობას და არ ვიტყოდით ამ სლოგანს და არ დავაფუძნებდით კამპანიას ამაზე, არ ავაწყობდით, რომ ჩვენ არ გვინდა მართლა, იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი მიდგომა გვაქვს, რომ იმ კამპანიაზე, რა კამპანიაზეც მოვაკეთებ, არ უდგები ისე რომ მე ხა უბრალოდ რეკლამა გადავიღე და გავუშვე. რაღაცნაირად სულ პასუხისმგებლობას ვიზიარებ და მე თუ ბრენდმა ის დაპირება არ გაამართლა, ხო, ნუ ეხლა რაღაცა იმას ვერის, მაგრამ მინიმუმ ის მექნება რომ მომავალში მეცოდინება რომ აღარ უნდა ვითანამშრომლო. აი პირველი კითხვა მაქვს შეხვედრაზე, აი სუსუპირვალ შეხვედრაზე მენეჯმენტიც რა იყო, პირველი კითხვა ეს იყო, რომ აი მზაობას არ არის, რომ ანუ რამდენად მართლა მზად ვართ ამ ტრანსფორმაციისთვის და ამ გამბედაობისთვის და როგორც კი ჩვენგან მიიღეს სრული თანხმობა, მე თვითონაც გაფრთხილდეთ. ჩვენ აი საერთოდ არ ჩავერიეთ, კოკა თქვი, რომ აი საერთოდ არ ჩავერიეთ, მივეცით სრული თავისუფლება და ვუთხარით, რომ ჩვენ ამაში ყველაფერში მოვყვებით. შეიძლება მეც გამიადვილა, იმიტომ რომ მე ხო სოლუშენერით მივედი და მე ხო არა ვარ ეხლა წმინდა შიდა კადრი, ხო? ეხლა ამ წუთას კი ვარ ამ როლში დროებით რა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ კონსულტანტი ვარ, მარკეტინგის კონსულტანტი ვარ, რომელიც კიდე ცოტა სხვანაირად გარედან უყურებს, ანუ თან შიგნიდან ვარ და თან გარედან რა და ეს თავისუფლება და ის რაც ჩვენ პლეიმეიკერს მივეცით, ესეც განპირობებული იყო იმითი, რომ მენეჯმენტსაც ვუთხარით, რომ გამოვყევით. აი ამ ყველაფერში გამოვყევით, მოგვენდეთ რა, მოგვენდეთ სოლუშენ, მიენდეთ პლეიმეიკერს, რომ ისე გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ იყოს ნამდვილად განსხვავებული, სწორი და დროში ანუ დიდხანს რომ იარსებოს, აი დავეჯახე ამ იმასა, დიდხანს რომ იარსებოს და სწორ ღირებულებებზე იყოს თავიდანვე აგებული და ერთი რაც უნდა ვთქვა, რომ ბევრ სარეკლამო სააგენტოსთან, მარკეტინგულ სააგენტოსთან წლები ამ ინდუსტრიაში არ გამოცდილება მაქვს და ყველაზე მეტად რაც მე მომწონს პლეიმეიკერში ეს სიღრმე, აი ეს მართლა სიღრმე და ცოდნა და აი როგორი ინტელექტუალური წიაღსვლები იცი ის კი რაღაც ზედაპირულად რომ ეხა ჩვენ ვთქვით რომ მოდი თავისუფლები ვიყოთ ან მოდი გამბედა აი სიღრმე და ეს ყველაფერი რომ შეიცავს რაღაც ყველაფერს აქვს ისეთი მნიშვნელობა და სიღრმე რომ აი ხო იცი ყველა ამ შეხვედრაზე ვიყავით ეს ხო იცი რომ აი როგორც კი პლეიმეიკერსის ის ჩავარდებოდა კალენდარში შეხვედრა რომ ელოდები რომ ერთი სული გაქვს რომ აბა კოკანოკა მარიამი და ისე რას მოგიყვებიან რა იმიტომ რომ ისეთი ცოდნა და ისეთი ის გადმოდიოდა მაგრამ არ ვიცი აი სრული სიამოვნება მივიღე ამ პროცესისგან და ჩვენ ახლა სხვა ბრენდებზეც გვიწევს თანამშრომლობა და აი ერთი სული მაქვს ველოდები ამ პროცესში ჩართულობას მოკლედ ძალიან საინტერესოა მე საუბრის ბოლოს თქვენ ახსენეთ ესეთ მიმართულება რომ გვინდა რომ ვიყოთ განსხვავებულები რაღაცა ყოველთვის წინ ერთი ნაბიჯით და მე მქონდა კითხვა კონკურენციასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეს ჩვენთვის რაღაცა ჩვენს პოდკასტში ძალიან ტრადიციული შეკითხვა არის, იმიტომ რომ ყველას ვეკითხები მაგას, რომ რას ნიშნავს კონკურენცია, რა ხდება ამ ინდუსტრიაში. თუნდაც ახლა სადაზღვო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი კომპანია არსებობს, ხო 16 ახსენეთ, ხო 19 და როგორი პოზიციონირება არსებობს, როგორ შეაფასებ ზოგადად კონკურენტულ ბაზარს ახლა შემთხვევაში. ძალიან მძაფრია, საკმაოდ ესეთი აი ტოპ 7-8 კომპანია, რომელიც ახლა ყველა შეიძლება 19-ი არა, მაგრამ
ყველა კომპანია აქტიურია, იქ რამოდენიმე კომპანია მაგერ ბრენდის აპგრეიდიც გააკეთა, ზოგმა ის გააკეთა, ზოგი ესე. ეხლა ჩვენი ასეთი დიდი ტრანსფორმაციაც და ასეთი ხმაური დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გამოაცოცხლებს ინდუსტრიას. მოკლედ, ყველა აქტიურია, ბევრი ბრენდია მრავალწლიანი გამოცდილებით. საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას ითვლის ბევრი ბრენდი და ბაზარზე სოლიდური პოზიციები აქვს. ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ ზღვაში ცურვა და არ არის მარტივი. და მაგიტომაც იყო, რომ ეს გამბედაობა და ეს განსხვავებულობას რო ჩავეჭიდეთ და სწორ მიგნებებს Playmakers-ის და ACT-ის და Solutioneris, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ბაზარი ძალიან კონკურენტულია და ყველა რაღაცას ცდილობს და არც თუ ისე ურიგოთ, ამ ყველაფერში ჩვენ ერთი თავით ვიყოფილიყავით, ან ერთი ნაბიჯით, ან განსხვავებული პოზიციონირებით და საკმაოდ გაჯერებულია ბაზარი სადაზღვევო პროდუქტებით და კომპანიებით და ესე მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ რასაც ვაპირებთ, მაინც მგონია, რომ იმდენად განსხვავებული იქნება, რომ სხვებსაც უბიძგებს აქტიურობისკენ. ეხლა სხვებიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ასეთი მუშაობა სხვებსაც მისცემს мотивაციას, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ყველაზე მთავარი 15 ოქტომბერს ეს პირველი წარდგენა რო გქონდა ინდუსტრიისთვის, კონკურენტებიც დავპატიჟეთ მოკლედ ამ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ გვიდოდა რომ ენახათ, აი ჩვენებს ვაპირებთ მოკლედ და ესე მათთან გვაქვს ძალიან კარგი ინდუსტრია ზოგადად ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ ნუ კონკურენცია. საკმაოდ მძაფრია. იმიტომ რომ ეს არ არის დიდი ბაზარი. კი და ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ხედავ რეკლამებს. მე რაც ვისაუბრეთ წეგან სადაზღვევო კომპანიებზე, არ ეხება ბრენდებს, იმიტომ რომ ბრენდები მარკეტინგულად ძალიან ყოჩაღობენ, ძალიან ძლიერი გუნდები ყავთ და ძალიან კარგი კომუნიკაცია აქვთ რა და ამიტომ მგონია რომ ძალიან მძაფრ კონკურენციაში შედის Wiser-ი და სწორი რაღაცებზე გააკეთა რა მაგცეთ რომ მგონია რომ კონკურენტები ზოგადად უნდა გვიყვარდეს რა იმიტომ რომ ერთადერთი შანსი რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები არის რომ ჩვენი კონკურენტებს ვაფასებდეთ და უყურებდეთ რომ რაღაცას ვსწავლობდეთ მათგან გვინდოდეს მათთვის ჯობნა და აი ეს არ გქონდეს რომ ახლა ჩემი კონკურენტი რაღაც ესე და პირიქით რა კონკურენტები აი თუ გინდა რომ დაწყევლო ბიზნესი უნდა უთხრა არა კონკურენტი გარემოში ყველაზე საშინელება არის არა კონკურენტი იყო და ამიტომ ალბათ სადაზღვევო ბაზარი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ტოპ 5 კონკურენტულ ბაზარში შევა საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით კიდევ ვიტყვი რომ ბრენდულად არა პროდუქტულად თუ არ არის ესე ბრენდულად გონია რომ ძალიან მძაფრი კონკურენცია იქნება კოკა შენთან მაგ უფრო სააგენტოს მხარეს ეხება ეს კითხვა რა. აი ხშირია ხოლმე ინდუსტრიაში, ეხლა შეიძლება სადაზღვევო მიმართულებით საუბროთ, მაგრამ აი მაგალითად ეხლა საუბრობთ თქვენს გამოცდილებაზე, რომელსაც შეიძლება 19-დან კიდევ უყურონ სხვა სადაზღვევო კომპანიებმა და ძალიან შეშურდეთ მოკლედ თქვენი წარმატებული кейსის. და Playmakers-თან თანამშრომლობა მოინდომოს სხვა სადაზღვევო კომპანიებმაც. ანუ ხშირად არის ხოლმე რომ ნუ ერთი რო არის ექსკლუზიური პარტნიორობები და არის როცა უბრალოდ რაღაცა სხვა გუნდი მუშაობს შიგნით და როგორ ხდება თქვენი მიდგომა რა არის? ჩვენ კიდევ ერთხელ მომისვეს ჩვენი გუნდის ფორმაზე საუბრობთ ძალიან ცოტა ვართ შესაბამისად ის ნაწილი რო ერთი გუნდი თქვათ მუშაობს ერთ სადაზღვევოსთან და მეორეს ეგ ფიზიკურადაც შეუძლებელი არის, მაგრამ ფიზიკურად თუ შესაძლებელი იყოს მე რო სულ რაღაც 300 ადამიანი მყავდეს, მაინც არ ვიმუშავებთ მიუხედავად იმისა, მექნება თუ არა კონტრაქტით ჩაკეტო. ანუ ჩვენ გვაყავს არა მარტო სადაზღვევო, გვყავს რამოდენიმე კლიენტი, რომელსაც ესე პირდაპირ არა აქვს ჩაკეტილი ჩვენთვის რო ჩვენ კონკურენცია, მაგრამ ხო, არც Wiser-ს არ მოუხოვია, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით ჩვენთან მართლები თუ ინდუსტრიაში ერთზე მეტ ტიპთან ვითანამშრომლობთ. გამონაკლისები შეიძლება იყოს ხოლმე აი დეველოპერული კომპანიები და იქაც ისეთი შემთხვევა, იქაც ვამბობთ ხოლმე რომ თუ აბსოლუტურად სხვა სეგმენტი არის, სხვა საფასო კატეგორია არის, სხვა უბანი არის და მადაც ვამბობთ ხოლმე რაღაც რადიუსს ვამბობთ რომ აი ამ კილომეტრაჟის იქით უნდა იყოს და საერთოდ სხვა პოზიციონირება უნდა იყოს და იქაც კი ვცდილობთ ხოლმე რომ თავი ავარიდოთ და თუ იქაც ვიღებთ გამონაკლის შემთხვევა აუცილებლად ვიღებთ ხოლმე შეთანხმებით და ვეუბნებით რომ უკვე ის დასრულებული უნდა იყოს გაყიდვით ესეთი კლიენტი მოვიდა და თან განსაკუთრებით ისეთ кейსს სადაც ჩვენ სტრატეგიაზე გვაქვს ნამუშევარი სტრატეგიაზე რომ მუშაობთ ეს DNM-ი შენი გამოძერწილი არის რაღაც ისეთი რაღაცეები იცი ისეთი შიდა სამზარეულო იცი რომ შენ თუ მიდიხარ და მე კონკურენცია მუშაობია ცოტა რაღაც კამრის ქვევით დარტყმასავით გამოდის და არის
აბსოლუტურად არაეთიკური და ჩვენი მიდგომა ზუსტად ეგ არის, რომ მე მირჩევნია მყავდეს ცოტა კლიენტი, ეს კლიენტი ბოლომდე ჩემით იყოს კმაყოფილი და ამ კლიენტებთან მქონდეს გრძელვადიანი ურთიერთობა, ვიდრე ბევრს ერთი და იგივე ინდუსტრიაში ბევრს ვემუშავ, ჯერჯერობით გვაქვს მაგის ფუფუნება და ამიტომ აი გამოვრიცხავ, რომ Wiser-თან თუ Wiser-თან ჩვენ დავშორდებით, რაღაცა პერიოდიც კი რაღაც რამოდენიმე თვე არ დავიწყებ სხვა სადაზღვევო. ახალ შეყვარებულს არ გაიჩენთ. არა, ნისენი აი, ვარ. Wiser- ინდუსტრიაში მონოგამიურები ვარ. ეს ძალიან დიდი ფუფუნება, მაგრამ იმდენად ოუნერები არიან ეხა ამ ბრენდის და ამ სტრატეგიის და ამ საკომუნიკაციო მიდგომის, რომ წმინდა გუნდის რაც ვიცით ეხა შიდა შემადგენლობა, რომ ისედაც გაუჭირდება მგონია, იმიტომ რომ იმდენად მათი შვილია, ასე ვთქვათ რა და სწორედ ამ მიდგომისთვისაც ვაფასებთ, იმიტომ რომ ჩვენ ეხა ეს ჩამკეტები და რაღაცები, საერთოდ კონტრაქტშიც არ აგვიყვეთ. ისე დავიწყეთ ზოგადად მუშაობა, რომ კონტრაქტები მერე დავაწიეთ ლამის. ანუ ეგეც იყო, იმიტომ რომ ნდობა ჩვენს კომპანიებს შორის არის უდიდესი და ეს რაღაცნაირად ისეთი ხალხი მუშაობს ორივეგან. ეხლა მისე და ისე შემიძლია ეს შედარება გავაკეთო, რომ აი ნამდვილი და კარგი ხალხი და როცა ნამდვილი და კარგი და პროფესიონალი ხალხი ერთმანეთს ხვდება, იქ ყოველთვის კარგი შედეგი იდება. რა, იმიტომ რომ ორივე მხარეს არის აი პროფესიონალიზმი ძალიან დიდი დოზით რა და ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა დღევანდელ დღეს, არ არის მარტივი ამბავი. კი ბატონო, შურს თქვენი სიამოვნებით. მე კოკა სადაც ყოფილა, ყოველთვის მაგას აღნიშნავ ხოლმე, რომ ეს რაღაცა ქიმია სააგენტოსა და ბრენდ შორის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მისასალმებელია, რომ ეგეთი გამოცდილებები არსებობს და სულ სააგენტოები ძალიან ცდილობენ რაღაც მაგას მიაღწიონ, იმიტომ რომ ეს გარდა იმისა, რომ ადამიანური ურთიერთობებია, თუნდაც სააგენტოს ხარეს, ბიზნესის ხარეს ძალიან დიდ სტაბილურობას ნიშნავს და რაღაც პასუხისმგებლობასაც, რომ შენ გენდობა ეს ბრენდი და შენ იმედები არ უნდა გაუცრუო რა და ყველაფერი უნდა გააკეთო. ბოლო კითხვა მაქვს ესეთი ზოგადად ხედვებთან დაკავშირებით, ძირითადად ყოფ ხოლმე ამ კითხვას რაღაც სააგენტოს ხარე როგორ უყურებს ინდუსტრიის განვითარებას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია სადაზღვევო ინდუსტრია ვთქვათ, ხო, აი რაღაც ბუმია. აი როგორ ხედავ გრძელვადაში, აი ხო, აი საბანკო სფეროშიც არსებობს ეგ რაღაცა, რომ სადამდე უნდა წავიდეს ეს სარეკლამო კომუნიკაციები მაგალითად. როგორ უყურებ ზოგადად ამ მიმართულებით, სადამდე მივა, როგორ განვითარდება, რა მიმართულებას დაიჭერს და საინტერესოა ბრენდის მხარე როგორ წარმოუდგენია მომავალში ერთი რო ეხა თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად რაღაც თქვენივე დანერგი რაღაც ახალ პროდუქტები შეიძლება სხვებმა გააკეთონ, მაგრამ აი გამოწვევებზეც რო ვისაუბროთ, რა იქნება თქვენი გამოწვევა მომავალში. აი მე იმედს გამოთქვა, რომ ცოტა პროდუქტული ომები წავა. კარგი გაგებით და პროდუქტები გაუმჯობესდება, პროდუქტები და სერვისები, ანუ მიდგომები, როგორ უდგებით ჩვენ კლიენტებს, გაუმჯობესდება, იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ყველა შეწუხდება. ის არის, გაუმჯობესდება ის flows, რომ გასმულ მანქანაზე და რაღაც ძვრები არის, რა, ვიცით, რომ რაღაც თანხა არის, რომელზეც ეგეთ ჯოჯოხეთების გავლა არ გიწევს და ასე შემდეგ. მოკლედ მგონია, რომ ბრენდულად ისეთი ომი წავა და ისეთ დაპირებებს გააკეთებენ ეს კომპანიები ბრენდულ დონეზე, მერე თვითონვე გახდებიან ცუდ რაღაცებს. თუ გახდებიან თავისივე დაპირებების ტყვეები და მომხმარებლებმა უნდა მოთხოვონ თავისი დაპირებების ასრულება და როგორც მომხმარებლები მოითხოვენ თავისი დაპირებების ასრულებას, ავტომატურად მოუწევთ ამ კომპანიებს გადაწყობა უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, უკეთესი პროდუქტების შექმნა და ასე შემდეგ. ამიტომ მგონია, რომ ჯერ ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, ადგილი არის სადაზღვევო ბაზრის გაუმჯობესებისთვის, რომ ისეთი პროდუქტები მივიღოთ, როგორი პროდუქტები ზოგადად, მაგალითად, საბანკო სფეროს შევადაროთ, აი, მაგალითად, ყავს რამოდენიმე ბანკი, არ დავასახელებ, რომელთაც გააქვთ ცალკეული პროდუქტები, რომელი პროდუქტებიც, რა ვიცი, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოები არიან თავის ინდუსტრიაში და მგონია, რომ რატომაც შეიძლება სადაზღვევო კომპანიებმაც გააკეთონ ისეთი პროდუქტები, რომელიც შეედარება საერთაშორისო ბაზარზე რაღაც პროდუქტებს. ამიტომ მგონია, რომ უფრო სიმშვიდე არის ეხლა და უფრო რაღაც გადანაწილებული არის ბაზარი, იმიტომ რომ სადაზღვევო ბაზარის რაღაც წილი არ არის ეს სუფთა საცალო გაყიდვები, იმიტომ რომ მაგალითად რასაც დიდი წილი უკავია ჯანმრთელობის დაზღვევა, ვიცით რომ აი რაღაც დიდ კომპანიებში კომპანიის HR-იან დირექტორი წყვეტს რა, რომ ეხლა მე იქ დავეზღვიო თუ აქ დავეზღვიო რა და შესაბამისად მე ყოველთვის ესე უყურებ ხოლმე რომ სადაც საცალო გაყიდვებია იქ იმატებს კონკურენცია და ამიტომ რაღაცნაირად შეიძლება მოხდეს ისეთი გადანაწილება, რომ აი უფრო საცალო გახდეს. მაგალითად მე ჩემმა კომპანიამ
კი არ შემთავაზოს პირდაპირ კი არ მითხრას რომ ახლა ჩვენ მოველაპარაკეთ სადაზღვევო კომპანია რაღაცა იმას დრაცენას და იმასთან კი არ ეზღვევი აჰა შენ რაღაცა ოფშენები გაქვს 5 და შენ თვითონ გადაწყვიტე და აირჩიე და მათ უკვე შემოდის ეგ ნაწილი რომ აი საცალო ტიპებს მე როგორ მოვაწონო თავი რა და ამიტომ ეგ არის მნიშვნელოვანი რომ გასაცალობდეს რა ანუ არ იყოს მე არ მქონდეს შეზღუდული არჩევანი და პირიქით გათვითცნობიერებულად მე თვითონ ვიჩვენებ იმ ბრენდს რომელიც მე როგორც კი ეგ გაჩნდება ეგრევე გაჩნდება უფრო მეტი მოთხოვნა და უფრო ბევრი ახალი პროდუქტი შეიქმნება აი გავაგრძელებ მაგ ფიქრს და წიაღლებს უბრალოდ სადაზღვევო ინდუსტრიის და პროდუქტების განვითარება ასევე პირდაპირ მასში არის ქვეყნის განვითარებასთან და პროგრესთანაც იმიტომ რომ ის პროგრესი რაც სადაზღვევო მაგალითად პროდუქტებში ან ინდუსტრიაში არის დასავლეთში ან იგივე ამერიკაში ან ევროპაში ხო ესა პირველ რიგში ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ვითარდება და საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ ამიტომ თუნდაც არ არის ხო დაზღვევო თუ არის არ არის ნუ საყოველთაო არის აქვს ყველას და სავალდებულო არ არის. მოკლედ აი გარდა იმისა რომ აი საცალოსკენ აბსოლუტურად ვეთანხმები კოკას, აქ თვითონ სადაზღვევო პროდუქტების და სადაზღვევო საჭიროებების მიმართ ცნობადობის კომპონენტი დასამახლებელია და ჩვენ ბევრი პროდუქტი რაც გლობალურად არსებობს საქართველოში არც კი არის დანერგილი. როგორც საცალო ისე თუნდაც B2B პროდუქტი და შესაბამისად მე მივაბამდი ამ ყველაფერს მათ შორის ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად ბევრი სადაზღვევო პროდუქტი ან სადაზღვევო მიმართულების განვითარება ამ კომპონენტშიც ძალიან თანხმედრაშია, მოკლედ ზოგადად საზოგადოებრივ წინსვლასთან რა და ეს ინდუსტრია ძალიან მზარდია სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობა ეხლა ზუსტად პროცენტები რამე რომ არ შემეშალოს, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი, მაგრამ ვიცი რომ საკმაოდ დაბალია და ამ ინდუსტრიაში განვითარების გარდა კონკურენციისა და კონკურენცია გაზრდის ამ ყველაფერს საცალო მიმართულებით ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ინდუსტრიას და შესაბამისად ზუსტად ისეთ რაღაცეებში გვინდა ჩავიჭიროთ და ისეთ ადგილებში გავაჩინოთ მოთხოვნა ან ახალი ქცევა, სადაც არ არსებობს. ეგ არის მთელი ამბიცია ვაიზერის, რომ ისეთი სამომხმარებლო ქცევა გააჩინოს, იმიტომ რომ ახლა თავის დროზე ხა ქონების დაზღვევა ხო ვიღაცამ დანერგა გააჩინა ეს ქცევა, ხო? ის რომ ჯანმრთელობა დაგეზღვია ეს ქცევა ხო ჩვენც ვიღაცამ თავის დროზე პირველმა შემოიტანა და ჩვენ მაგის ამბიცია გაგვიჩნდა, რომ ისეთი პროდუქტები დავნერგოთ და შემოვიტანოთ, ისეთი რომელიც გახდება სამომხმარებლო ქცევა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ეგ არის მთავარი მონაპოვარი, რაც შეიძლება ალბათ ვაიზერმა მიიღოს მომავალში ან ამ ინდუსტრიამ და მე ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ და ამოუწურავია ამ წუთა შესაძლებლობები, იმიტომ რომ ჩვენ ახლა როგორც საბანკო სფეროა განვითარებული საქართველოში იმ ეტაპზე რო ვიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ახლა რაღაცა ესეთი ამბიციური განაცხადების გაკეთება, მაგრამ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუნდაც მივიდეთ საბანკო სფერო რა ეტაპზეც არის დღეს მსოფლიო განვითარებაში, ქართული ბანკები იმ ეტაპამდე რომ ჩვენ როგორც სადაზღვევო მივიდეთ რა და ამიტომაც წინ ძალიან საინტერესო და ის რაც კოკას უნდა როგორც სააგენტოს ის დიდი დოზით იქნება მომდევნო ბრენდის ომები. ბრენდის ომები და პროდუქტული ომები და საცალო მიმართულების განვითარების ხარჯზე რომ მარტო კორპორატიულზე არ იყოს ჩამოკიდებული ასე ვთქვათ ეს ინდუსტრია. რა ვიცი რა ვთქვა შევაფასო ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის და ესეთ საინტერესო საუბრისთვის კოკა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ რომ კიდევ მომიწევს. არაერთხელ შევხვდებით უკვე ისეთი ტემპით მიდის პლეიმეიკერსი რომ მოკლედ შეიძლება ყველა ეპიზოდი თქვენი თანაწამყვალად მოიცა როგორც სოლუშენერსაც გითხარი რომ მომიწევ კიდე ხო კარგი აუცილებლად გელოდებით თქვენი პროექტებითაც პრინციპში ძალიან საინტერესო რაღაცები შევხედეთ წარმატება მინდა უსურვო ვაიზერს თავის გრძელ გზაზე დიდი მადლობა და ბრენდებსაც მოკლედ ამ ომში რომელსაც აგერ კოკა გააჩაღებს ძალიან მალე და უკვე აქვს გაჩაღებული კოკა მარიცის ჯერ ორშაბათს მიიღებს ახალი პროდუქტების ზუსტ ჩამონათვალს და აი მერე კოკა და გუნდი რომ დაიწყებს ამაზე ყველაფერზე ფიქრს წინ გვაქვს აი იქითა კვირის აი წინასწარი ის მაგ რა ქვია უკვე აი ხეცი წინასწარი მოლოდინები და განცდები ძალიან კაი, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ვინც ვიყურეთ და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.